მოვიდით პენსილვანიაში დასატვირთად აგერ გავაჩერეთ მანქანა, ჩავაყენეთ და ნახოთ აბა. კალი ჩვენს გვერდზე დატვირთეს და წავიდა. ამათ ის არა აქვს სინათლე დაიწყეს თუ არა რომ გაიგო. აქედან მივდივართ ალაბამაში. After a quarter of a mile, turn right and then you will reach your destination. ზეგი დავდექი, უნდა შევიყვანოთ ამ სასწაულის ნომერი 12-39 წერია. თვითონ ჩემს კომპანიას აქვს მიბმული თავიანთი ბარათი და იმ ბარათით იხდის რა. 49 არის ამ სასწაულის ნომერი, ესე რომ თქვა, აქ გვიწერია ჩვენი მონაცემები კომპანიის ტრაილერის ტრაქის ნომერი. Next $14.75. ესეც გადაძურებულია სხვათა შორის რა ვიღებ 11 თუ რაღაც გინდა ადრე. ეხლა მუშავდება იქ და შიგნით ვინც არის, უნდა დაეთანხმოს. ადრე ფურცაზე და ადრე როცა აპლიკაციას არ ხმარობდი, შიგნით შევდიოდი და იქ ვიღებდი ხოლმე ტიკეტს და უბრალოდ სერვერი გიწევს თქო უბრალოდ რა. ესე უფრო მარტივია. ეს არის ჩვენი წონა. 75,500 პაუნდი ვართ, 33 გვაქვს. Trailer Excel-ზე, Drive-ზე 31, 10-11-მდე გვაქვს. სტირანო ჩავჯდარი ვართ რა. კაია. დღეს ამჯერად ლავსი დავნიშნე შაუერი და 13 ადამიანი არის ჩემ წინ, დიდი ხანი მომიწევს ლოდინი როგორც ჩანს. დღეს სარეცხის გასარეცხი მაქვს, ეს არის ჩემი ქულები 1767 და 23 გალონი დამრჩა. ჩასასხმელი რომ პლატინუმ მოხმარებელი გავხდე, რაც პლუს მომცემს იმას, რომ ყოველ ჩასხმულ გალონზე 3 ქულა დავემატება. ეხლა ერთი ქულა ემატება 1 გალონზე. მე 3 დავემატება რა. რეფილები დავხარჯე, 3 შაუერი მაქვს კრედიტზე. დილამშვიდობის მეგობრებო, აქ გავათენეთ ღამე წუხელ ამ პარკინგზე. ლავსზე, ვირჯინიაში. ეს ვარჯიშობს ეს კაცი? ხდება შაუერის დარეზერვება, აგერ $18 არის, მაგრამ -18 აწერია, იმიტომ რომ უფასოდ მეკუთვნის. Purchase, check-in. 10 წუთი გაქვს რომ მიასწრო რა. თორე მე გავუქმდება. როგორც იქნა, ვიყიდე GPS-ი. ეხლა ალაბამაში ვიმყოფები და უკვე მე-16 დღეა არ მქონდა. ხო და დღეს შემთხვევით ანიზამში შემოწვა marketplace-ზე და აქვეყიდი და 40 წუთის გზაზე ვიღაც მოვიდა და $220 მივეცი რა, 200 ყიდი და $20 დავუმატე რა, შორი გზიდან მოვიდა. ხო და
ტრაქსტაპზე ღირს $350 პლუს ტაქსები და 380-მდე ავარა. მე 200-საც ვიყიდე. ზუსტად იგივე მოდელი არის და იგივე ზომის ეკრანი აქვს და ყველაფერი. ამას ზუსტად ამას ხმარავდი ადრეც ამ მოდელს. Garmin-ის GPS-ი არის. ასე რომ დღეიდან ტრაქის GPS თვლი. ესე გამოიყურება აქაური ტრაქის GPS-ი. Update-ს უკეთებ Garmin-ს უკვე 1-2 საათი იქნება რაც კეთდება და ველოდები 3 საათი დააწერა თავიდან რო ჩავთი. ესე გამოიყურება ღამით ტრაქსტაპის პარკინგი. ესე დაკოქილი მანქანები უმეტესობა ფარები ანთებული სოქს. ამას ეხა მაგალითად თლიან ანთებულია გაბარიტები მაინც ჩართონ რა თქმა უნდა დავიწყდებათ ეტყობა. მე ეს ფარდებს ვაფარებ წინ და კარგი აქ შუაშიც აქვს მანქანა სხვადასხვა ფარდა, მაგრამ ეს ფანჯრებთან რო ფარდება დიდი სივრცე ამთლიანი უფრო კარგია. თელამ შვიდობის მოგრად გუშინ მაცივარი მეთქა გვერდით და სანამ დავიძინედი ვერ მოვისვენე და გადმოვაყენე აქეთ სიჩუმეში. აქეთ რაიონი დგას თელი ღამე ჩამქრალი ყავდა და აქეთ კიდეც არის ტრაილერი დგას და ადგილებიც ბევრი იყო ისეთ ადგილას ვარ და ისეთ ტრაქსტოპზე რომ პეტროს ტრაქსტოპზე ვარ და ძალიან ნენელა წამოვიდი რა 5 იმას თუ არ გადააცილე მაილს სიჩქარეს არ გერთვება ეგრე იელდი რა და ეგრე ნენელა წამოვიდი და აქ ჩავაყენე. მიდი აბა საბურავთ რა. ოღონდ ტრაქსე დიდი არის, მერტი საბურავ. ესეთი სერვისებია შეაყენებ საბურავის გამოგიცვლია. აი ჩვენ ვიყავით უხელ აქ. ესეც ჩემი დღევანდელი საუზმე TA-ის ტრაქსტოპზე. დღეს კვირა არის და მთელი დღე მიწევს აღდგომა, ასე რომ დრო რამით უნდა გავიყვანოთ.
მეგობრებო, ტრაილერი ჩავხსენი და მივდივართ Walmart-ში. ამ დავაყენე ELD პერსონალ მოხმარებაზე, ანუ შემიძლია სადაც მინდა. ნუ ძალიან შორს არა, მაგრამ როგორც მანქანა ისე დამოვიყენო. In 1000 feet, turn left onto Alabama 77 North. ფეხით იმდენი დრო უნდა და თან ავტობანი არის 3 საათი წერდა ფეხით არა და 4 წუთის გზაზეა მანქანით იმიტომ რომ აქ ავტობანზე ვერ წახვალ ფეხით გატარებს სადღაც და აქეთ ბობტეილების პარკინგი გავავსე კალათი წყლები რა ვიცი რა მასაჯრე იყო შეგვიჭიქები საჭმელი რაღაცები რძე შაქარი აბა გეიმერები ვინახართ, რა წამოგიღოთ დამაბარეთ. ერთი Walmart-ის ნაირი მაღაზია გვინდა საქართველოში ყველაფერი რო არა. გეიმინგია დაწყებული სათევზაო სანადირო აბსოლუტურად ყველაფერი. აქეთ Xbox-ები გვაქვს. ტელევიზორები. მე ვიცი ახლა მაგარი რაღაცები კიდევ. მე ვეძებ კისერზე ჩამოსაკიდს დრო ტელეფონი დავამაგრო და საჭის მართვის დროს გადავიღო ვიდეო. მარტივად. Amazon-ზე ვნახე და აქ არ ვიცი თუ არის. ანკესის ყიდვას ფიქრობ 1000 ადგილას ჩერდები და წავითევზავ ხომ ექნება რამე კომპაქტური ვნახე. ეს ჯიბის ანკესები იყიდება ხოლმე ტრაქსტოფებზე. მაგარი გაწყობის ხარისხი კი ვიცანს. ნახეთ, იქ მაგარი ძვირიღება ტრაქსტოფზე და აქ რა ვერს ვერ ვიპოვა. ისე ეგდო სადღაც და ავიღე და ესეთები არც ჩანს. ხედავთ, რა პატარა. ეს წითელი ღირს $9. ესეთი მოკლეა ესეც. ეს ძალიან პატარა, ეს მომფასი ვერ ნახე. აი ესეთი მქონდა ტექსასში, ყვითელი რო არის. რამდენი რაღაცა ესეთი მაღაზია საქართველოში ძალიან მაგარი იქნება. აქეთ ნემსკავები, სატყუარები, ტივტივები, აქეთ ანკესები კიდე. ისე თვით მაგარია. ტივტივა თვითონ აქვს დამაგრებული ტყვია რომ ჩაიძიროს. გამომაზიდინა მთელი მაღაზია რა. ეს მიხარია. გამიღე? აგერ წყლები შევაწყვე, ესეთი სათავსოები გვაქვს, ჭაჭვებიც მიდევს, მაგრამ რა თმინდა. კიდე აგერ გავამზადე შიგნით. ეს ჰიდრატაციისთვის, წყალში ჩასაწვეთებელი. ორი მანქანის პარკინგი უნდა, რა მეტი არ ჭირდება ბობტეილს. ჩვენ ტრაილერთ. არ წაუყვანიათ. აგერ დავიხე. ტრაილერო არ მაგჩამო და ადგავგავს. Принес. Ადრე გასასწორებთ და თქვა დროპებზე და ხუქებზე შოა 2021 წელს. შეგვეჯახებს და დაცლამაგდილი და წერან შევამოწმე საბურავები კიდევ კარგი ვნახე და ტრაილერზე მისაბმეზე უკანა ორი საბურავი ეს ერთი ესე თვალთაც ეთყობა რომ ცოტა დაშვებულია ბოლომდე არა და შიგნითაც ძალიან არის დაშვებული მაგრამ ბოლომდე ისიც არა შეიძლება ის რომ დაშვებულია ამას დიდი ძალა ადგას იმიტომ დაიწია მაგრამ ვიცი ეს ძველი საბურავები არის რა ის ახლები ერთი აგერ შიგნით არის, ერთი იქეთ, ისინი კარგად არის. ესე იგი, ვიკენდებზე საბურავების შეცვლაში ვარ, ასე.
მოკლედ მოვიყვანე მანქანა, მაგრამ ანუ მე შევამოწმე რა სანამ მოვიყვანდი ისევ და ისევ დაბერილი იყო საბურავი რა, ეთყობა იშვებს სადმე აპარებს ის საბურავი შიგნითა და მოკლედ რო ჩავხსენი ბობტელი და რო დავტოვე ტრეილერი იმ პერიოდში 1 საათში თითქმის ბოლომდე დაიშვა რა და მაინც გამოვაცვლევინებ რომ ეგეთი საბურავით არ ვიარო რა. ნელა ჩქარა წახვიდე, თორე ჩამერთვება ეს დრო. ახლა დააპარკირე სადღაც. ენა. მუცელში საჭმელი კარაქად მეკცა. ესე იგი საბურავები გამოგვიცვალეს, უпростоრად საბურავი და ახალი დააყენეს. წამოვედით და აგერანი და ტანჯოლოს თავისთვის რაღაც. აიღეო ტვინი შეუჭამეს იმ კომენტარებში. გეგონება თან ისო დაეხმარებიო, ხმარს აეუბნებიან. ვითომ ძალიან შესტკივად გულ. ამაროა იყოს მე მაინც ვერ დავიძინებ მოძრავ მანქანაში და აზრი არ აქვს, არ ესმით. არა, ისე მომეწონა და შეიძლება მართალ ვიქ. აიღე ბოლომდე აიღე. თან სარკეში უყურე რომ ეს არა რა საქმე და დასრულდა მოკლედ კვირა დღე. ესეთი უქმე დღე გამოგვივიდა. აი აქცე უქმე ვიშოპინგეთ. აი ზამ ტრაკი ატარა, საბურავი შევცვალეთ. უკვე ესე იგი დღეს მე-17 დღე იყო რაღაც უკვე რაც გამოსული ვართ, მესამე საბურავი შეიცვალა. იმის გამო რომ უკვე ცოტა დაზოლებული იყო მისაბმელის საბურავები. ხო და ხო ამ თვით საქმე 15 წუთის გზაზე დავცვლით და მე მგონი ეს ვიდეოც დიდი გამომივიდა. და არ ვამბობ ხოლმე და გამოიწერეთ ჩემი არხი. დალაიქეთ და TikTok-ზეც გამომეწერეთ თუ გინდათ იგივე სახელით და ეგ არის რა, დაგემშვიდობებით, ალბათ დროებით.